სიახლე არ არის, რომ სამინისტროსთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მუშაობა პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ რგოლის განვითარება რეგიონებში. იხსნება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურაა და იმავდროულად შესაძლებელია მაღალი სტანდარტის პირველადი ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა უშუალოდ სოფლის მაცხოვრებლებისთვის ამავე სოფელში. ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა ერთმნიშვნელოვნად საჭიროებს კიდევ უფრო მეტად გაფართოებასა და გაძლიერებას და ეს ბუნებრივია დარჩება ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტად. ამბულატორიის მოსახლეობა საკმაოდ მოცულობითია ამ ამბულატორიის მიკუთვნებულ სოფლებში, სადაც მაღალი სტანდარტის მქონე ინფრასტრუქტურით და აღჭურვილობით ვაწვდით პირველად ჯანდაცვის სერვისებს. წელსვე დაგეგმილია კიდევ 6 ამბულატორიის გახსნა საქართველოს მასშტაბით, სადაც ასევე ჩვენი მაღალკვალიფიციური სოფლის ექიმების მეშვეობით თანამედროვე შენობებში თანამედროვე აღჭურვილობით შესაძლებლობა გვექნება მოემსახუროთ მაღალი დონის სამედიცინო სერვისები. ახალი ამბულატორია ყველასთვის ასიამოვნოა, როგორც პერსონალისათვის, ისე მოსახლეობისათვის, ვინაიდან იმ სერვისების გაწევა გაცილებით იოლია ესეთ კეთილმოწყობილ ამბულატორიაში, დაწყებული გლიკემიის განსაზღვრიდან, ელექტროკარდიოგრამის გადაღებით, ასევე ტარდება სკრინინგი C-ჰეპატიტზე რეგულარულად. ჩართული ვართ ყველა იმ სკრინინგის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს ჯანდაცვიდან არის განპირობებული. სამ სოფელს ვემსახურებით: ხომული, გუმბრა, ბანოჯა. მოსახლეობა დაახლოებით 6000-ზე მეტი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია მეტ პერსონალისთვის. თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ ამბულატორიაში რომ მუშაობ და იღება წვეულები.